მოგესალმებით ყველას. დღეს მე ვაპირებ რომ გადავიღო ვიდეო შემოგთავაზოთ ბიბლიური მუხლები. ეს იქნება ჩემს პირველი ვიდეო, რომელიც დაიდება და რა ვიცი, ნახოთ როგორ მოგეწონებათ და ასე შემდეგ. თუ მე რო არ იყოს სიტყვაზე არც ბევრი მოწონება ნახვები, მე მაინც მინდა რომ გავაგრძელო, რადგან მინდა რომ ეს გავავრცელო, ასე ვთქვათ, ბიბლიაც და ეს ყველაფერი ღვთის მადლი რომ შემოვიტანო და ღვთის ძალა, ენერგია. რა ვიცი, ამიტომაც ნახოთ. აი ხა დავიწყებ პირველ მუხლის, ვიტყვი პირველ მუხლს, რომელიც მინდა გითხრათ იესოსგან არის. ანუ იესოს ხუთი ბიბლიური მუხლი გაძლიერებისთვის და გაძლიერება, ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. კარგით. რა ვიცი. მომისმინეთ ყურადღებით. კარგით, პირველით დავიწყოთ. ესე იგი, პირველი არის ესეთი მუხლი. პირველი მათე 11:28 მუხლი. მობრძანდით ჩემთან ყველა შეწუნებული და დატვირთული და მე მოგასვენებთ თქვენ. ანუ ეს იმას ნიშნავს ეხლა რომ განუმარტოთ. რო ახსნათ. იესო გვეუბნება ამ სიტყვებით, რომ ეს არის იესოს, ანუ მოწვევა ყველასთვის, ვინც გადაღლილია ცხოვრების თულეებით და გვეუბნება, რომ მასთან მისვლით ჩვენ სულიერად განვიტვირთებით და შვებას ვიგრძნობთ ჩვენში და როცა თავს მარტო და დაუძლურებულად ვგრძნობთ, ანუ იესოსთან მივლინება ჩვენი შვიდობის წყარო იქნება. აი ეს არის ახსნა. ამას გვეუბნება ჩვენ ამით. შვიდობის წყარო იქნებაო. კარგით, ახლა გადავიდეთ მეორე მუხლზე. ასეთი იოანე 16:33, ანუ ესე იგი. ეს გითხარით, რომ ჩემში მშვიდობა გქონდეთ, სამყაროში გასაჭირი გექნებათ. აი, გადავთ ღერთი გვეუბნება, რომ წინასწარ სამყაროში ბევრი გასაჭირი იქნება, მართლაც არის, მაგრამ ვინც მოითმეს, ის ხონდებაო. მოიცით, ეგეც არის ნათქვამი. კარგით, ანუ და მაგრამ გამხნევდით, მე დავამარცხე მსოფლიო. აი, ამასაც გვეუბნება. ეხლა ცოტა არასწორად ვთქვი, ჯერ უნდა მეთქვა და მე უნდა გამემართა, მაგრამ კარგი. რას გვეუბნება? ესე იგი, მტკიცეთ ადექით, არა გამხნევდით, მე დავამარცხე მსოფლიო. კაი, ანუ იესო გვაფრთხილებს, რომ ამ სამყაროში გასაჭირი იქნებაო, მაგრამ ამასთან ერთად გვაძლევს დიდ იმედს, ის უკვე გამარჯვებულია, რადგან ჩვენს გამოცდად გაიგნა ჯვარზე. ეს ვიცით, გვაძლიერებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მის გვერდით ვართ და საბოლოოდ გავიმარჯვებთ. აი ეს არის უბრალოდ ამის სახსნა. კარგით, ეხლა მოდი ვთქვათ მესამე მუხლი, მესამე არის იოანე 14:27 მუხლი. ესე იგი, მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. არ გაძლევთ ისე, როგორც მსოფლიო გაძლევთ. ნუ აღელდებით და ნუ შეგეშინდებათ. ანუ ზოგადად ბევრი რამე წერია შის, რომ არ შეგეშინდეთ 365 ჯერ წერია ბიბლიაში, მაგრამ რა ვიცი. კაი, ამის ახსნა ეხლა რომ განმარტოთ, ანუ იესოს მშვიდობა განსხვავდება იმ დროებით სიმშვიდისგან, რასაც მსოფლიო გვთავაზობს. ეს არის სიღრმისეული სულიერი სიმშვიდე,
რომელიც ჩვენს გულებში ბუდობს. მიუხედავად გარე პრობლემებისა, ანუ პრობლემები ხო იცი ძალიან ბევრი ყვა გარე და ასე შემდეგ. ანუ მისი მშვიდობა გვაძლიერებს და გვაძლევს თავდაჯერებულობას, რომ არ შეგვეშინდეს. ანუ სულიერად ისე გვაძლევს, ჩვენ უკვე შიშისობა ნელა გვიქრება. ეხლა მინდა რო გითხრათ, მეოთხე მუხლე იოანე 15:5 მუხლე. ანუ მე ვზივარ თქვენ კი რტოები ვინც ჩემში რჩება და მე მასში ბევრი ნაყოფი ცოტა რეულად დავწერე მგონი გამოიტანს, რადგან ჩემოდ ვერაფერს შეძლებთ. ანუ ხო, ეს იმას ნიშნავს ეხლა რომ იესო გვეუბნება რომ ჩვენი ძალა მასშია, როცა მასზე ვართ დამოკიდებულნი სულიერად მასთან ვართ ერთობაში, ჩვენი ცხოვრება ნაყოფიერი ხდება უფრო. უჩემოდ, ანუ ნიშნავს თავისთავად საკუთარ ძალაზე დაყრდნობით არაფერი გამოსდის ადამიანს, ყოფდებით. ამიტომაც გვაძლიერებს ეს სიტყვები, რომ ყველაფრისთვის ქვესაჭიროება იესო ქრისტე. მართლაც ასე. ეხა ბოლო მუხლი მინდა რომ წაგიკითხოთ, ასეთი პატარა მუხლია, ეხა ეს მათე 28:20 და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველ დღე და საუკუნის აღსასრულამდე. ეს რას ნიშნავს? აბა დაფიქრდით. ხალი ყოველთვის ჩვენთან არის. რაც არ გინდა იყოს, ანუ ეს არის იესოს ერთ-ერთი უდიდესი დაპირება ყოველდღიურად ნებისმიერ სიტუაციაში. უფალი ჩვენთან არის. ეს სიტყვები გვაძლიერებს, რომ არაზრუს არ დავჩეთ მარტო. რომ არ ვიყოთ მარტო. მაგას ნიშნავს. ნებისმიერი გამოწვევა და ბრძოლა რომ გადავლახოთ და ასე შემდეგ. ჩათვალე უფალი ჩვენთან არის საუკუნოდ. ეს გულში ჩვენს სულს აძლიერებს და შთააგონებს. გვაძლევს ჭესმარიტებას, მშვიდობას, სულიერად გვამტკიცებს, გონებრივად გაუმჯობესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა ბევრ რაღაცას ჩამოვთვლიდი. ელამ ასე. მოკლედ დასასრულს მივახლოვდით, ვიდეო სრულდება და უბრალოდ ერთი მინდა კიდე რომ წაგიკითხოთ, ეს მუხლი არ არის, უბრალოდ მახსოვს ეს. ანუ როცა გადაღლილი ვართ, აღარ გვაქვს ძალა სიტყვაზე, ხო? და იესო რას გვეუბნება? მობრძადით ჩემთან, ყველა შეწუნებული და დატვირთული გულში. მიფეთქავს და მამხნევებს, რომ სულიერი დასვენება მხოლოდ მასთანაა. ანუ ჩვენი სიტყვები გვეუბნება, რომ უფალს მივანდოთ ჩვენი საზრუნავი. არ უნდა ვიზრუნოთ ბევრ რამეზე. აი, მაგას ნიშნავს ერთ სიტყვით. კი, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ სულიერება მთავარი მეგობრებო და ეს ამას ამბობს ეს სიტყვები. ეხლა რა ვიცი, დასრულებას ვაპირებ, ესათვის სულეს იყო. შემდეგზე ვეცდები, რომ უფრო კარგად შემოგთავაზოთ, უფრო კარგ ხარისხში იყოს, შეიძლება რაღაც ვიდეოებიც დავამატო, არ ვიცი. YouTube-მა რამე მაგალითად ვიძახი საავტორო უფლებები არ დამეტოს ან რაღაცა, არ ვიცი, მაგას ყველაფერს გავარკვევ. მადლობას გიხდით, ეხა ეს მადლობელი ვიქნები ამ ვიდეოს თუ დალაიქებდით, გამოიწერდით არხს, რადგან არხიც რო განვითარდეს და ასე შემდეგ. კომენტარით დამიწერეთ, რას ფიქრობთ, როგორი ვიდეოები გიჩვენიათ და ასე შემდეგ. ეს იქნება პირველი ვიდეო, რომელიც დაიდება არხზე და შემდეგ უკვე მივყვები ნენელა სხვადასხვა ბიბლიურ მუხლებს, განმარტებებს, რა ვიცი, წმინდანების შესახებ ვისაუბრებთ და ბევრი რაღაცები იქნება სასაუბრო ქრისტეს შესახებ, ზოგადად ბიბლიური მუხლები და ასე შემდეგ.
კარგით, იმედია დაგაინტერესდათ და წავედი ხა მე მომავალ შეხვედრამდე დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ღმერთი თქვენსკენ.